გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნასა და გამოჩენილი ქართველი მუსიკის მცოდნის პროფესორ მანანა ანდრიაძის დაბადებიდან 75 წლის თავს მიეძღვნა. წლიდან წლამდე კონფერენციის როგორც გეოგრაფიული არეალი, ისევე კვლევითი მასშტაბი და არეალი იზრდება. წელს მონაწილეები წარმოდგენილი არიან 4 სხვადასხვა ქვეყნიდან და თემატიკაც არის ძალიან საინტერესო, ეძღვნება არა მხოლოდ ტრადიციული მუსიკის პრობლემებს, არამედ ისეთ მუსიკალური განათლების პრობლემებს და ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტის როლი მუსიკალურ განათლებაში. საერთაშორისო აკადემიურმა პლატფორმამ ერთ სივრცეში გააერთიანა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის ახალგაზრდა მკვლევრები საქართველოდან, საბერძნეთიდან, ყაზახეთიდან, ლიეტუვიდან და სლოვაკეთიდან. დღევანდელი ჩემი მოხსენების თემა არის ხელოვნური ინტელექტი, როგორც კულტურული დაპირისპირების საგანი. ძალიან მიხარია აქ ყოფნა, რადგან საქართველოში სტუმრობა ჩემთვის დიდი შესაძლებლობაა. ეს არის უდიდესი ისტორიისა და საინტერესო კულტურის მქონე ქვეყანა. განსაკუთრებით მაინტერესებს, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი კულტურის სფეროში, კონკრეტულად კი მუსიკაში. ვფიქრობ, მუსიკაში ხელოვნური ინტელექტი უნდა გამოვიყენოთ, არა როგორც შემცვლელი, რომელიც ჩვენს ნაცვლად დაწერს რამეს, არამედ როგორც ინსტრუმენტი და შემოქმედებითი ტექნიკა. კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და იყვნენ ძალიან საინტერესო გამომცვლელები, როგორც გუშინ, ასევე დღეს. ჩართულები იყვნენ კონფერენციაში ქართულ გამომცვლელებთან ერთად, უცხოელი გამომცვლელებიც და მათაც გაგვიზიარეს თავიანთი კვლევის შედეგები. ამჟამად დოქტორანტი ვარ და ჩემი კვლევის თემა მუსიკას, კერძოდ კი სლოვაკეთის სხვადასხვა მხარის ტრადიციულ მუსიკას ეხება. როგორც კი კონფერენციის თემატიკას გავეცანი, მივხვდი, რომ აქ აუცილებლად უნდა ჩამოვსულიყავი, რადგან თავადაც მუსიკოსი ვარ. მოუთმელად ველოდი ქართული კულტურის გაცნობას, რადგან ის მართლაც შთამბეჭდავია. ძალიან მომეწონა გახსნის ცერემონია, კერძოდ ანსამბლის გამოსვლა და მთლიანად ეს კულტურული ინიციატივა. გალობის უნივერსიტეტის ინიციატივა, რომ ჩატარებულიყო კონფერენცია, რომელიც არა მხოლოდ წელს, არამედ ბევრი წლის მანძილზე მიმდინარეობს და აერთიანებს ამ უნივერსიტეტის ბაკალავრის, მაგისტრატურის სტუდენტებს და საერთაშორისო მონაწილეებს. არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელსაც ასევე სახელმწიფო უდგას სათავეში. ამ ინიციატივის ფარგლებში სტუდენტებს სხვადასხვა საინტერესო ადამიანებს მიეცემათ საშუალება, რომ იმსჯელონ ეთნომუსიკის, ზოგადად მუსიკის ტრადიციის და იმ ღირებულების შესახებ, რომელიც ქართულ ხალხს ასე ხვავრიელად გვაქვს და რა თქმა უნდა დღევანდელი სტუმრები და მისი მონაწილეები დიდ ასე ვთქვათ ღირებულებას ქმნიან ამ კონფერენციის ფარგლებში. მადლობა მინდა გადაუხადო გალობის უნივერსიტეტს ამ ინიციატივისთვის, რომ არაჩვეულებრივი მკვლევარის მანანა ანდრიაძის სახელობის ესეთი ღონისძიება გააკეთა. ხალოტოვი მანანა იყო გამორჩეული ადამიანი, რომელმაც დააარსა ეს კათედრა ჩვენ სახელმწიფო კონსერვატორიაში. არაჩვეულებრივი მუსიკის მცოდნე, ხელოვნებას მცოდნე იყო და არა მარტო მისი ხსოვნისთვის, არამედ იმისთვის, რომ ბევრი უნდა ვაკეთოთ ქართული ხელოვნების საკვლევად. უამრავი პლასტია ჯერ კიდევ ქართულ ფოლკლორულ და საეკლესიო მუსიკაში, რაც საკვლევია ნამდვილად და კიდე არავინ იცის უწყის რამ ხელა დიდ სიმდიდრეს ინახავს ეს ყველაფერი. მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებას უსურვებ ამ ახალგაზრდებს. ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები ტრადიციული ხელოვნების, საეკლესიო გალობისა და სამუსიკო განათლების მრავალფეროვან მიმართულებებს მოიცავდა. სამეცნიერო პოტენციალის მხარდასაჭერად ღონისძიების დასასრულს საუკეთესო მომხსენებლებს მანანა ანდრიაძის სახელობის სპეციალური ჯილდო და ფულადი პრიზი გადაეცათ. ასევე სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ საქველმოქმედო ფონდების, ქართული გალობისა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფონდის რჩეულები. აღნიშნული აღიარება კიდევ ერთი სტიმულია ახალი თაობის მკვლევრებისთვის, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ თანამედროვე სამეცნიერო სივრცეში ახალი კვლევითი პერსპექტივების წარმოჩენაში.